მოგესალმებით, უსაფრთხო კუთხე დაბრუნდა მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდით. პრაქტიკული ვიდეო ხარაჩოს ინსპექტორის საერთაშორისო კურსთან დაკავშირებით. რამდენიმე თვის უკან სავკოს მიწვევით გავიარეთ TCS საერთაშორისო კურსი ხარაჩოს საერთაშორისო ინსპექტორის შესახებ, სადაც მივიღეთ ცოდნა და გამოცდილება თუ როგორ უნდა შემოწდეს ხარაჩოს დეტალები, როგორ უნდა დადგინდეს, რამდენად უსაფრთხოა ექსპლუატაციაში ჩასაშვებად ხარაჩო, რა არის ხარაჩოს ტიპები და როგორ ხდება ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკით ხარაჩოს შემოწმება. სწორედ ამიტომ მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი გუნდის სახელით სავკოს, რომელიც ექსკლუზიურად საქართველოში არის პარტნიორი TCS-ის და ამ ეტაპზე ერთადერთი საერთაშორისო კურსი, რომელიც ხარაჩოს ინსპექტორებს შეასწავლის ამ პროფესიას აქვს სავკოს. ადევნეთ თვალის სავკოს Facebook გვერდს, იყავით ყურადღებით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ასეთი კურსი დაანონსდება. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია ლუკა კახიძე, სავკოს შრომის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და აკრედიტირებული კურსის ტრენერი. დიდ მადლობას გიხდით ლუკა დღევანდელ ჩვენს ეპიზოდში თანამონაწილეობისთვის. ძალიან სასიამოვნოა შენაირი პროფესიონალთან ერთად დღევანდელი, ასე ვთქვათ, ეპიზოდის გაძღოლა. მოგესალმები. პირველ რიგში მადლობა უსაფრთხო კუთხეს იმისთვის, რომ ზუსტად იმ პერიოდში გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და ეწევა ყოველდღიურად შრომის უსაფრთხოების სისტემის წინ წამოწევა სამ ქვეყანაში, რაც მწირია დღევანდელ დღესთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ კი ბევრი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ყავს, მაგრამ ზუსტად თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ზრდის კვალიფიკაციას ადამიანებში და ასწავლის თუ როგორ უნდა იქნეს შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული სამშენებლო თუ ნებისმიერ სექტორში, რასაც შრომის უსაფრთხოებას სჭირდება. და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი გამოწვევაა ეს, რომ მაგალითად საველე პირობებში შეგვიძლია, რომ თქვენს მაყურებელს დავანახოთ პირდაპირ თუ რა პრობლემებთან გვაქვს დღეს საქმე, მაგალითად ამ ეტაპზე ხარაჩოების შემთხვევაში, რა უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვმართოთ ხარაჩოების აღმართვის პროცესი და შემდგომ მისი ინსპექტირებაც, რისთვისაც დიდი მადლობა. ლუკა, ჩვენი მაყურებლები ძირითადად როგორც იცი არიან შრომის უსაფრთხოების მენეჯერები, მეტნაკლებად დამსაქმებლები და დასაქმებულები, ჩვენი მაინც ლეიტმოტივი არის ის, რომ დასაქმებულებში გავაღვივოთ შრომის უსაფრთხოების ცოდნა და გამოცდილება. თუმცა TCS-ის კურსის ფარგლებში ბევრ საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, გქონდა შეხება საკანონმდებლო ბაზის სრულებაზეც. 2026 წლის 1 იანვრიდან მათთვის ვინც არ იცის, საქართველოში 477 დადგენილება სიმაღლეზე მუშაობის შესახებ დაკორექტირდა და განისაზღვრა ხარაჩოს ტიპი IN12810, რასაც უკანა ფონზე ვხედავთ AM ტიპის ხარაჩოს, ჩარჩო ხარაჩოს. ამასთან დაკავშირებით რო გითხრა, იმიტომ რომ წარსული წლების გამოცდილება გვეუბნებოდა იმას, რომ ხარაჩო უბრალოდ სწორად აწყობილი უნდა ყოფილიყო, იყო 477 დადგენილების სტანდარტები, იგივე პლატფორმა, იგივე მოაჯირის სიმაღლე და ასე შემდეგ, თუმცა დღეს უკვე 12810 გვაქვს. აი ამ სტანდარტზე რომ მოგვიყვე კურსის მსგავსად და გაგვაცნობიერო თუ რა არის და რატომ გაკეთდა არჩევანი ამ სტანდარტს. კი ბატონო, IN12810 ზოგადად არის მსოფლიოში, ევროპაში ძალიან ბევრი წელია არსებობს ეს სტანდარტი და ნიშნავს იმას, რომ თუ შენი ხარაჩო აკმაყოფილებს IN12810, შენ იცი, რომ ის უკვე გამოცდილია, დატესტილია და არის მაქსიმალურად უსაფრთხო თქვენი დასაქმებულებისთვის. IN12810, როგორც იცი, არის 810-იც და არის 811-იც, ხომ მიბმულია როგორც აგება და შემდგომ მისი მაგალითად სხვადასხვა პოზიციონირება, რაც შეგვიძლია, რომ IN სტანდარტების მიხედვით გამოვიყენოთ ხარაჩოში. ხარაჩოს ტიპები, როგორც ახლა აქ ჩანს, ეს არის H ტიპის, ანუ იგივე ჩარჩო ტიპის ხარაჩო. გვაქვს მაგალითად შეიძლება შეგხვდეთ ring lock-ის ხარაჩო, შეიძლება შეგხვდეთ quick stage-ის ან cap lock-ის, ანუ არ უნდა დაიბნეს თქვენი მაყურებელი, იმიტომ რომ რამოდენიმე სახის ტიპის ხარაჩო აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. თუმცა IN12810 სტანდარტი იმითაა ჩვენთვის კარგი, რომ აწის სამშენებლო მოედანზე, როდესაც ხარაჩოს მიიღებთ, თუ ამ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, უნდა იცოდეთ, რომ ვერც ქართულ კანონმდებლობას დააკმაყოფილებს და შრომის ინსპექცია შესაბამისად ვერ მიიღებს აღნიშნულ ხარაჩოს და ვერ ჩაუშვებთ ექსპლუატაციაში. ასევე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის კარგია იმ მხრივ, რომ იცი, რომ ხარაჩო, რომელიც აწყობილია შენს ობიექტზე, აუცილებლად არის დატესტილი, იცი, რომ მაგალითად მეორე კლასის დატვირთვას ატარებს, როგორც ეს ხარაჩო, იცი, რამდენი წონა უნდა განათავსო მასზე, რამდენმა ადამიანმა უნდა იმუშაოს და როგორ უნდა შესრულდეს სამუშაოები. ამიტომ ის უფრო ამარტივებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ცხოვრებას, რადგან ალბათ დამერწმუნები, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სულით გაიგ პრობლემა, რომ ზოგან ხარაჩო არასრული იყო, არ ვიცოდით მისი ის ტვირთამწეობა და ასე შემდეგ, სხვადასხვა ღირებულება. ქრონოლოგიურად მივედით კვალიფიკაციის საკითხზე. ზუსტად. რეალურად ხარაჩოს ამწყობიც და ხარაჩოს შემომწმებელი პირით, ამ შემთხვევაში TCS-დან გამომდინარე ვისაუბრებ,
ხარაჩოს ინსპექტორი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი კომპეტენციაც უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვღებულობთ ესეთ кейსს, ხო რეალურად? რომელიც საბოლოო ჯამში თუ ვერ აწყო კვალიფიციურმა პირმა და არ მოხდა შემდგომ მისი შემოწმება კვალიფიციური პირის მიერ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ უწევს, რომ არასრული ხარაჩო შეაჩეროს, რაც შემდგომ წელოს პროცესებს სამშენებლოს და იცი კიდეც ალბათ რომ და ბევრის პრობლემაა, რომ სამშენებლოს, როდესაც რაღაც სამუშაოები უჩერდება, ყოველთვის პრობლემაა ეს როგორც შრომის უსაფრთხოებისთვის, ასევე დამკვეთისთვის და შემსრულებლებისთვისაც. შესაბამისად, აი ეს სწორედ ის მთავარი გასაღები არის კვალიფიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ხარაჩოც მდგრადია, შემოწმებულიცაა და ასევე გარანტია გაქვს იმის, რომ სამუშაოები არ გაგიჩერდება, არ გაგეწელება დროში და დაამთავრებ უფრო მალე პროექტს, ვიდრე ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში, როდესაც არ ყავდა კვალიფიციური პირები. ისევ TCS-ზე მინდა შეგეკითხო, საერთაშორისო საინჟინრო და ტრენინგ პლატფორმაა, რომელიც, აღიარებულია მსოფლიოში და ძალიან ბევრი წამყვანი ორგანიზაცია თანამშრომლობს და პარტნიორობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სახელიანი ორგანიზაცია BP არის, რომელიც, საქართველოში ალბათ ყველა მიცის, დამწყება სპეციალისტმა თუ ხელმძღვანელმა პირმა სამშენებლო ინდუსტრიიდან თუ მძიმე მრეწველობიდან, რეალურად მათი კვალიფიკაცია კითხვის ნიშნისას არ დგას, ისევე როგორც საქართველოში საფქოს კვალიფიკაცია. დაახლოებით რა დროის განმავლობაში, როდის დაკავშირდით თქვენ და TCS-ი, რა მემორანდუმი გაქვთ გაფორმებული, ახლა დეტალებზე არ შემოვალ, მე უბრალოდ მაინტერესებს მომავალი წლების განმავლობაში თუ იგეგმება ეს თანამშრომლობა და კურსები გაგრძელდება თუ არა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ და TCS-ი დაახლოებით 4 წელია უკვე მუდმივად თანამშრომლობთ. თავიდან დავიწყეთ ხარაჩოს ინსპექტირების სპეციალისტებით, მაგალითად გავიარეთ კურსები, ავიღეთ ტრენერის წოდებები, ჩამოვიტანეთ მათ მიერ წლებით გამოცდილი, ასე ვთქვათ, სასწავლო მეთოდები. და დავიწყეთ უკვე გადამზადება ხალხების მხოლოდ ინსპექტორთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე უკვე გვაქვს სიახლე ამ ახალი წლიდან, 2026 წლიდან, რომ უშუალოდ ამ წყობის კურსებსაც ვთავაზობთ და რა თქმა უნდა TCS კიდევ ძალიან ბევრი კურსები აქვს, რასაც გეგვაქვთ რომ სამომავლოდ საქართველოში შემოვიტანოთ, რათა ისევ კვალიფიკაცია ავამაღლოთ, როგორც დასაქმებულებში, ასევე უკვე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებშიც. ძალიან კარგი ამბავია. რეალურად უსაფრთხო კუთხის და SafePro-ს თანამშრომლობა, მათ შორის SAFCO-ს თანამშრომლობაც უკვე თითქმის წელს ითვლის, შესაბამისად ჩვენი პლატფორმიდანაც და Facebook პლატფორმიდანაც, უშუალოდ SAFCO-ს პლატფორმებიდან შესაძლებელია, რომ რამდენიმე კვირით ადრეც კი გაიგოთ სასურველი კურსის შესახებ. რეალურად კურსზე, როდესაც ჩვენმა გუნდმა გაიარა ხარაჩოს ინსპექტორი, უფრო მეტი არაკვალიფიციური პირი იყო, გულისხმობ არაშრომის უსაფრთხოების მენეჯერები, ვიდრე პრაქტიკულად სამი შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ვიჯექით კურსზე. ანუ ეს იმას ხო არ მიანიშნებს, რომ უკვე მიწოდების სერიოზული ტენდენცია წარმოიქმნა ბაზარზე, რეალურად კომპანიებს რეალურად სურთ, რომ გააკეთონ ის, რომ კვალიფიციური პირები ყავდეთ სამშენებლო ობიექტზე და მე მგონი, რომ ტენდენცია არის, რომ ფორმალური ვარიანტიდან გადავდივართ უკვე რეალურად პრაქტიკაში რა როგორ მუშაობს, ხო? ეს სწორი მიგნება ამ მაგხრივ, იმიტომ რომ ეხა თავიდან მაგალითად 2019 წელს ზოგადად შრომის უსაფრთხოებაც კი ძალიან რთულად იყო, ხო, როგორც შრომის უსაფრთხოება არ იცოდა, ხალხმა ცნობიერება დაბალი იყო. გავდივართ წლებს, ვითარდებით, წინ და წინ მივდივართ და უკვე ჩანს, როგორც კომპანიებიდან მაგალითად ხშირია, რომ კომპანია თავის დასაქმებულებს უშვებს უკვე ჩვენთან, რომ არა აუცილებელი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი იყოს, უბრალოდ უნდა რომ ყავდეს ადამიანი, ვინც კვალიფიკაციას აიმაღლებს და ეცოდინება მაგალითად ხარაჩო როგორ ააწყოს ან როგორ ჩაუტაროს მას ინსპექტირება. ასევე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს რა თქმა უნდა გვყავს ხოლმე, თუმცა მცირე რაოდენობით, ძირითადი დატვირთვა მაინც მე ხარაჩოებზე მოდის, ვინც ამდენი წელია მუშაობს ხარაჩოზე და უკვე პრაქტიკაა. კი, პრაქტიკა აქვს. თუმცა მათაც აქვთ ისეთი რაღაცები, რაც აქამდე მაგალითად არ იცოდნენ და ჩვენიდან წაიღეს და ხშირია ხოლმე ეგეთი შემთხვევები, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად რახან საერთაშორისო სტანდარტზე ვართ, ყველა ტრენინგის შემდგომ ტრენერის ფიდბექს, ასე ვთქვათ, უკან ვითხოვთ, რომ მაგალითად სადმე ხო არ დავაკელით ან შეცდომა ხო არ დაუშვით და ასევე ტესტები, როდესაც სწორდება, სხვანაირი აღრიცხვის სისტემა გვაქვს, მაგალითად ერთი და იგივე ტესტში თუ 5 ადამიანმა შეცდომა დაუშვა, ეს უკვე ჩვენი პრობლემა არის და მაგაზე მუდმივად ვითარდებით ჩვენც და ეგრე ვაფასებთ. შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ ეგეც დაიწყო, რომ უბრალო კომპანიები უშვებენ ჩვენთან ხალხს, რომ გაიარონ კვალიფიკაცია და აიმაღლონ, ასე ვთქვათ. მოდი მაყურებლებისთვის უფრო თვალსაჩინო რო გახდეს, პრაქტიკაში ვნახოთ ინსპექტორის ერთი ჩვეულებრივი დღე, ასე ვთქვათ. ჩვეულებრივს იმიტომ გულისხმობ, რომ უფრო მეტად შენიდანაც ვიცი და კურსზეც მივიღე ეს ინფორმაცია, რომ ასეთ მდგომარეობაში არსებული ხარაჩოები გვხვდებათ და შემდგომ გიწევთ გადამზადება და სწორედ ამიტომ არის, რომ დაამატეთ მე ხარაჩოეს კურსიც, რომ რეალურად მათაც იცოდნენ, როგორ ააწყოთ, რომ ინსპექტორის დრო დაიზოგოს. ახლა მაგალითად შენი კოლეგა საუბრობდა კურსზე, რომ რამდენჯერმეც კი უწევთ ხოლმე ობიექტზე მისვლა, იგივე ახლა თაგებსაც გავივლით და თაგის შეცვლასთან დაკავშირებით სულ პრობლემაა, რომ ვერ აძლევთ მწვანე თაგს და ასე შემდეგ.
მოდი დავიწყოთ, შევაფასოთ აღნიშნული ტიპის ხარაჯო. ერთი რაც მინდა ვთქვა დასაწყისში, რომ 470 დადგენილების მოთხოვნას აკმაყოფილებს იმ მიმართულებით, რომ იენ 12810 არის. პასუხისგებელ პირთან არის შესაბამისი სერტიფიკატი დატოვებული და ხარაჯოს აწყობა დაშლის ინსტრუქცია, თუმცა ხედავთ, რომ რაღაც პრობლემები არის, ხო? ამას შენ უკეთ აგვიხსნი რა და როგორ არის. თავიდან ზოგადად, როდესაც ხარაჯოს აწყობა იწყება, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ფუნქცია აქვს საწყის. ამ შემთხვევაში base პალეტებს ვეძახით ჩვენ, ანუ სადგამებს საწყის, რომელიც უნდა იყოს აი აქ 20-20-ზე, პირველ რიგში რომ იყოს მყარ ზედაპირზე, ეხლა კი არის მყარ ზედაპირზე, მაგრამ ის უფრო სტაბილურს ხდის ხარაჯოს და რა თქმა უნდა იყოს აუცილებლად თარაზოში აწყობილი, იმიტომ რომ თავიდანვე თუ არ იქნება თარაზოში აწყობილი, შემდგომ შეიძლება პირველ-მეორე სართულზე არანაირი სხვაობა არ მოხდეს, თუმცა ზედა სართულებზე უკვე მოგვცემს სხვაობას და შეიძლება აწყობის პროცესი გაგირთულდეს და მოგიწიოს დაშლა და მერე ხელახლა აწყობა. ამიტომ ყოველ ჯერზე თავიდან დასაწყისში აბსოლუტურად ყველას ვასწორებთ თარაზოში, რომ ერთ სიმაღლეზე იდგეს, ვამზადებთ სადგამებს და შემდგომ უკვე ვიწყებთ ხარაჯოს აწყობას. ამ შემთხვევაში ხა პირველი დარღვევა ეგ იყო, ასევე არის ის, რომ არ არის მაგალითად ეს თარაზოში აწყობილი, რადგან მეორე სართულიდან უკვე კარგად ჩანს, ალბათ შემდგომ კამერაშიც გამოჩნდება და ნუ რა თქმა უნდა აი აქ კიბე, რასაც ვუყურებთ, კიბე ესეთ პოზიციონირებაში იმიტომ არის, რომ აი ეს ორი ცალი პლატფორმა სასიარულო არ არის აქ განთავსებული, იმიტომ რომ როდესაც ეს ორი აქ თავსდება, კიბის უჯრედში ზოგადად ყოველთვის უნდა იდგეს ისინი განსათავსებელი პლატფორმები, რადგან ამ შემთხვევაში კიბის პოზიციონირება ესე აღარ დარჩება და იქნება დახმ მდგომარეობაში, რომ ადამიანი გადაადგილდეს. ხათაშორის ბევრს დაუსვია ეკითხვა, რომ ქვედანაც კუზეს იყო ეკითხვა. რა საჭიროა პლატფორმის განთავსება და მან მივედით რეალურად. ზუსტად ამ მხოლოდ კიბის უჯრედში, სადაც კიბეს ვაწყობთ, შეიძლება კიბე აქეთ იყოს, შეიძლება შუაში ან შეიძლება ზევით. ამ შემთხვევაში აქეთ გვაქვს, ამიტომ ეს ორი ცალი ფენილი, ასე ვთქვათ, უნდა იყოს განთავსებული. კი ბატონო. ნუ რაც შეეხება ეხა თავიდანვე ჩანს ალბათ, შემდგომ უკვე ქვედაძელები, რომელიც აკლია მეორე სექციას და აქეთ ამ მხარეს შუაძელი აკლია. ასევე ამ IN 12810 სტანდარტის ჩარჩოს ტიპის ხარაჯოს აუცილებელია რომ გვერდებზე კონდეს თავისი მოაჯირები, ამ შემთხვევაში ხედავ რომ კუსტარულათაა გაკეთებული, რაც ისედაც შეუსაბამობაა და თან ხარაჯოს კუსტარულს ხდის და უკვე ვეღარ აკმაყოფილებს სტანდარტს და ამიტომ ხელახლაა შესაძლებელი. ხო, ბევრი ვერ ხვდება მაგას რეალურად, ანუ საპასპორტო მონაცემებში თუ არ არის არანაირი ტიპის დეტალზე მინიშნება გაკეთებული, ამ შემთხვევაში ხო, თან კუსტარულად ითვლება ინსპექციაც ეგრეთ თulis და მთლიანად ხარაჯო, როდესაც შეიძლება 3 დეტალი იყოს შესაძლებელი. პრინციპში ძალიან სწორია, იმიტომ რომ ეხა არ ვიცი. რა მასალისგან არის დამზადებული. კი და დატვირთვები არ იცი, შეიძლება არ იცი რომ დაეჯახოს ადამიანი ფეხი წამოკრას რა მოხდება და როგორ. ასევე ნუ ქვედაძელები ყველაზე დიდი გამოწვევაა ხოლმე. არ უკეთებენ ძირითადად საქართველოში, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ შეიძლება ზევით ვიღაც მუშაობდეს, კენჭი იყოს ანამე, ფეხი გაარტყას და გადაადგილებისას ადამიანს დაეცეს. ან შეიძლება არმატურის პატარა ნაჭრელი იდოს, რომელიც გადმოვარდება და ადამიანს დააზიანებს. ამიტომ ქვედაძელებიც აუცილებელია ყოველთვის. აი შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რატო იკავებენ თავს ქვედაძელებზე? უბრალოდ არ იციან თუ ანუ მე უფრო მგონია რომ ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ ხარაჯოს შეძენა როდესაც ხდება, ამიტომაა საჭირო რომ მაგალითად შეიძლება შესყიდვებმაც კი გაიაროს ხარაჯოს კურსი, იმიტომ რომ შესყიდვა მიცოდეს რა საჭიროებები არის ხარაჯოს აწყობისას. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს ყველა ხარაჯო ითვლება ნაწილ-ნაწილ. ანუ მაგალითად მოაჯირი რამდენი ჭირდება, დგარი რამდენი ჭირდება, გამკლავი რამდენი ჭირდება. ამ შემთხვევაში შეძენა მოხდა ამ ხარაჯოსი ფასების შეზღუდვით, იმიტომ რომ მაგალითად ქვედაძელებს სხვა ფასი აქვს და მოდი აღარ ვიყიდი, აღარ გავცემ მაგდენ ხარჯს, იმიტომ რომ არაა ის ცნობიერება თუ რაში იცავს ეს ქვედაძელი. და რეალურად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია შეიძლება წყალში გადაიყაროს, იმიტომ რომ ვიღაცა ვერ მიიღებს უკვე. კვალიფიციური პირი არ იყო და შეიძინა ხარაჯო თავისი ინიციატივით ამოაკლო დეტალები. და ამ შემთხვევაში პროვაიდერი უბრალოდ გაძლევს, ხო? ანუ არაფერს არ გირჩევს. პროვაიდერი მუდმივად ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი დეტალი მოგაწოდოს, რომ შემდგომ რა თქმა უნდა თავისი ანაზღაურება მაღალი იყოს. თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც შენგან მიდის ის, რომ შენ არ გჭირდება, ის აღარ წვალობს, გაძლევს რაც გჭირდება, გიგზავნის და შემდგომ უკვე გიწევს, რომ შრომსაუბრების სპეციალისტთან კვალიფიციური პირი, როდესაც შენ გიმოწმებს და მოითხოვს, შემდგომ ხელახლა შეუყვეთო ეს ყველაფერი, გამოიწერო და დაელოდო კიდე რაც ასევე დროში წელავს ამ პროცესს. ასევე ხა მაგალითად აქეთ ამ ხარეს განკლავები რაც არის დასაწყისს ხედავთ
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ მასალებს, რაც მიმოფანტულია გარშემო, იმიტომ რომ როდესაც ხარაჩოს აწყობა, დემონტაჟი ხდება, ან მუშაობა მიდის, ზედ აუცილებელია რომ ეს ადგილები იყოს სუფთა და დასუფთავებული. ხშირად საერთაშორისო მოთხოვნებით და საერთაშორისო კომპანიებში გვხვდება ის მოთხოვნაც, რომ აუცილებელია რომ შემოსაზღვრული იყოს და ვერტიკალური სამუშაოები შეზღუდული იყოს. ამ შემთხვევაში აქ არ მიმდინარეობს, თუმცა მაინც აქ ვერ ვხედავ ვერანაირ შემოსაზღვრას. ეგრეა. ასევე გამკლავებზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც იწყება დასაწყისი აქვს, აუცილებელია რომ კონდეს დასასრულიც, რაც ამ შემთხვევაში არ აქვს აქეთ ამ მხარეს, იქეთ არ არის საჭირო, რადგან პატარა ხარაჩო არის. და გადამაგრებები ყოველ მეორე სექციაში აუცილებელია რომ ჭირდებოდეს და ყველა ხარაჩო ჭირდება, თუმცა ვხედავთ რომ პირველი არის, მეორე ზევით არის, მაგრამ შუაში აღარაა გამოტოვებულია სექცია. აქეთ ამ მხარესაც მარტო ზევითაა და ქვევით არა. ამიტომ თუ იქ ვამაგრებთ, აქაც აუცილებელია რომ დავამაგროთ. სხვა ყველაზე ერთ-ერთი გამომწვევი ეს დარღვევა არის ნაშვერები, როდესაც გადავაადგილდებით, იმიტომ რომ დასაქმებული როცა გადაადგილდება ხარაჩოზე, მას არანაირი დაბკოლება არ უნდა ქონდეს და ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი დაბკოლებაა, შეიძლება თვალი მოხდეს, შეიძლება მხარი გაკრას და ასევე გადმოაგდოს კიდევაც ადამიანი, მით უმეტეს როდესაც ქვედაძელები აქვს. ლუკა, რეალურად თუ კონსტრუქციული მნიშვნელობა, ხა ეს არ არის კონსტრუქციული მნიშვნელობა მოსაჭრელია, მაგრამ თუ კონსტრუქციული მნიშვნელობის იქნება და იქ მომიწევს აღმართვა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დამცავები გავუკეთოთ, ეგრეთ წოდებული სოკოები, რასაც ჩვენ ვეძახით, რომელიც ადამიანს როდესაც მიუახლოვდება ან შეეჯახება, არ დააზიანებს და დააშავებს. მაგ შემთხვევაში შეგვიძლია რახან კონსტრუქციული თუ გვაძლევს საშუალებას გადავღუნოთ და შემდგომ გავასწოროთ და გავაგრძელოთ მუშაობა. ასევე როგორც იცი, მანამდეც ქონდა 477 დადგენილებაში და ეხა უკვე იენ სტანდარტშიც გვაქვს, რომ მაგალითად ხარაჩოს დაშორება სამუშაო პლატფორმიდან არ უნდა იყოს 25 სანტიმეტრზე მეტი და ალბათ ეხა შენ ხედავ თვალით რომ უფრო მეტია. კი ბატონო. და ზედა სართულებზე აი ფენილები რაც არის 3 სანტიმეტრზე ბევრად მეტი არის დაშორება მაგალითად ფენილიდან ფენილის შორის. კი, ეს რეალურად გავზომეთ კიდევაც და მაჩვენებლები არიჯდა ნამდვილად სტანდარტში. შემოწმებას რაც შეეხება, 7 დღე იყო. კი. არის დღეიდან უკვე, პირველი იანვრიდან უბრალოდ 10 დღე. შენი აზრით რომელი არის ოპტიმალური, ასე ვთქვათ, მშვიდობიან პერიოდში დრო, რა დროსაც აი ეს ხარაჩო უნდა მოწდებოდეს? მშვიდობიან პერიოდში ზოგადად ყველა ქვეყანას ინდივიდუალური მიდგომები აქვს. მაგალითად, შეიძლება ბრიტანეთში სხვანაირად მოწდებოდეს, თურქეთში სხვანაირად, ინდივიდუალურად დგება ყველა ადამიანი. თუმცა ყველაზე გამართლებული მეთოდი არის, რაც შეიძლება რომ ჩვენ როგორც უსაფრთხოება მისე უნდა ვილაპარაკოთ და რაც ხშირად შემოძლება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა თუ მაგალითად სეისმური რყევები გვაქვს, ძლიერი ქარი გვაქვს, ხარაჩო დიდ ხანს დგას გარეთ, აი მაგალითად 1 წელი ისე შესრულდა, რომ ხარაჩოს არანაირი ცვლილება არ ქონია, მუდმივად მოწმდება. ხო, მაგალითად 10 დღეში ერთხელ როგორც ეხლა გვაქვს. მაინც საჭიროა შემდგომ თუ მანამდე 50% მოწმდებოდა, აი მაგალითად, როდესაც ხარაჩო დგას და შენ ამოწმებ, ხარაჩოს კი ყველა დეტალს მიყვები, თუმცა საერთაშორისო მოთხოვნით არის რომ 50% მაინც უნდა შემოწმდეს ხარაჩოს. გადამაგრებები, კაპლოკები, ლოქერები და დიდი პროექტები და დიდი ხარაჩოები. თუმცა 1 წლის მერე აუცილებელია რომ ყველა დეტალი ინდივიდუალურად შემოწმდეს, ხარაჩო დაიშალოს და ახლიდან აიწყოს. როგორ აწყობილიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს უკვე პრაქტიკაში მიღებული მეთოდი არის. კი ბატონო. და ბოლოს დასკვნა დასადები ხარაჩოზე. დასკვნა. ყველა ინსპექტორი იქცევა ისე რომ კარგია ხარაჩო თუ ცუდია, დებს დასკვნას, ხო? საბოლოოდ მივდივართ მაგამ. რეალურად ყველაზე კარგი ვარიანტი მე პრაქტიკაში რაც შეხვედრია, იყო Save Pro, გულისხმობ ჩეკლისტის თვალსაზრისით, არ მჭირდებოდა ფურცლები, არ მჭირდებოდა ასე ვთქვათ რაიმე ტიპის დოკუმენტის დამზადება, პირდაპირ არის ჩაშენებული, მაგრამ გარდა ჩეკლისტისა, ჩვენ TCS-ის ფარგლებში ვისწავლეთ თაგების შესახებაც ინფორმაცია და აღნიშნულ თაგების ისაუბრებს უფრო დეტალურად ლუკა, თუმცა მაგამდე გეტყვით რომ მსგავსი ტიპის თაგების შეძენა საქართველოს შეგიძლიათ GFA ჯგუფში. დავტოვებთ ლინკს აღწერაში და თუ დაგჭირდებათ, მოგეწონებათ ეს სისტემა თაგების, რაზეც ახლა ლუკა ისაუბრებს, შეგიძლიათ მიმართოთ GFA ჯგუფს. მოკლედ, თაგები ჩვენთვის ძალიან სიახლეა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძირითადად საერთაშორისო მოთხოვნებია ხოლმე, თუმცა ჩვენ როგორც ახლა TCS-ის წარმომადგენლები, მაგალითად საქართველოში, მუდმივად ვასწავლით ტრენინგებისას, რომ თაგი არის ის გამოსავალი, რომ მაგალითად დროულად მიეწოდოს დასაქმებულს ინფორმაცია იმაზე, რომ აღნიშნული ხარაჩო გამართულია, გაუმართავია, რაიმე ხარვეზე აქვს თუ არა. მაგალითად, ჩვენ როდესაც ვამოწმებთ 10 დღეში ერთხელ ხარაჩოს და თვლით, რომ ხარაჩო დამაკმაყოფილებელია და აკმაყოფილებს იენ სტანდარტს, აუცილებელია რომ დავკიდოთ ზედ მწვანე თაგი. კი ბატონო. აი, ესეთი მწვანე თაგია, სადაც წერია მაგალითად, რომ უსაფრთხოა გამოსაყენებლად ხარაჩოს ნომერი, მდებარეობა, მიზეზი, მაგალითად, თუ რაიმე მიზეზია, მაგრამ რადგან მწვანეა მიზეზს სერიალს დავტოვებ
ინსპექტორი ვინ იყო, თუ დაზიანება აქვს, როგორი დაზიანება აქვს, მსუბუქი საშუალო თუ მძიმე და ინსპექტირების თარიღი და ხელმოწერა, ვინც ინსპექტირება გაუკეთა. იმ შემთხვევაში თუ ხარაჩოს აწყობილია კარგად, თუმცა მაგალითად რამოდენიმე ადგილას აკლია ქვედაძელი ან ისეთი შეუსაბამობა აქვს, რაც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანს. როგორც ვიცი, მწვანე თაგი, როდესაც აქვს ხარაჩოზე ჩაბმა არ არის სავალდებულო, იმიტომ რომ ეს ითვლება როგორც კოლექტიური დაცვის საშუალება. კი ბატონო. ამაზე ხშირად არის ასასხვასობა, კაია რომ აღნიშნე, რომ სრულად აწყობილი ხარაჩოს არასოდეს არ ჭირდება ჩაბმა, იმიტომ რომ ეს არის კოლექტიური დაცვის საშუალება, მთლიანი პლატფორმა დაანგარიშებულია, გამოცდილია, იმიტომ რომ იენ სტანდარტია. ხოლო, შემდეგი მაგალითად თუ მცირე დაზიანებები აქვს ხარაჩოს, რომელიც არ უქმნის დასაქმებულ საფრთხეს და შეიძლება მუშაობა, თუმცა მაინც ყურადღებით უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ვიყენებთ ყვითელ თაგს. ყვითელ თაგიან ხარაჩოზე აუცილებელია, რომ ადამიანი იყენებდეს დამცავ საშუალებას, მაგალითად დამცავ კამარს, რომელთაც იქნება ჩამული სასიცოცხლო ბაგირზე, მაგალითად, ან ანკერზე, რომელიც იქნება დამოუკიდებელი. ხოლო, როდესაც ხარაჩო ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, კიდევთ უშუალოდ წითელ თაგს, რადგან ამ ხარაჩოზე ასვლა აკრძალულია მაგალითად და დასაქმებულებს მიეწოდოთ ინფორმაცია იმაზე, რომ არ შეიძლება ხარაჩოზე მუშაობა და მაღალი საფრთხის შემცველია. აქვე მიზეზი რატო წერთ და მსუბუქი საშუალო ან მძიმეა. მძიმეს უთითებ, რომ მძიმე დაზიანებაა და შემდგომ უკვე დასაქმებულმა იცის, რომ იქ არ უნდა ავიდეს. დაახლოებით რაღაც მსგავსი მოთხოვნა აკრძალვაზე გვაქვს 477-ში. ნაწილობრივ აწყობილ ხარაჩოზე, როცა ნიშანი უნდა განათავსო და რეალურად სულ თუ არაფერი ეს წითელი თაგი აკეთებს ორივე საქმეს, როგორც TCS-ის და საერთაშორისო სტანდარტს, ისე 4.7-შიც, მაგრამ აი მწვანე და სტაფილოსფერია იგივე არაარსებით შეუსაბამობის აღსანიშნავად. მე იდეალური მიგნება მგონია მაგალითად და სიამოვნებით დავნერგავ ჩემს ორგანიზაციას. იმიტომ რომ დღევანდელ საქართველოშიც არ გვხვდება, არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ ხშირად მაგალითად ყველგან მწვანე თაგები ვკიდოთ. არის ძირითადად ხარაჩოები აწყობილი, სადაც მაგალითად მცირე შეუსაბამობებია, რაც ხარაჩოს ინტეგრადეს შეჭრს არბადებს, თუმცა საჭიროა მაინც სხვა ზომები რომ მივიღოთ და სწორედ ამიტომ არის იდეალური ეს ყვითელი თაგი, რა დროსაც შეგიძლია მაგალითად ნებისმიერ დროს მიხვიდე ხარაჩოზე ჩამოკიდო და გეცოდინება რომ ადამიანი თან თვალში მარტივად ხდება და ადამიანმა იცის რომ მაგალითად ამ ხარაჩოზე ყურადღებით უნდა იყოს და გამოიყენოს დამცავი კამერა, რასაც ჩვენ შრომსაუწყობის სპეციალისტები სწავლებებში მუდმივად ვდებთ ხოლმე და ვსაუბრობ ჩემგომ ამაზე. ნუ ამ შემთხვევაში ალბათ წითელს განვათავსებთ, ხო, ამ შემთხვევაში კი, ნამდვილად წითელს. და საბოლოო ჯამში სამუშაოები აიკრძალება როგორც რისკის შეფასების დოკუმენტით, ისე ჩეკლისტით. კი ბატონო, კი ბატონო. ლუკა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ეპიზოდისთვის. შენი დახმარებით უსაფრთხო კუთხეზე რეზიუმე კიდევ უფრო მეტად გაიზარდა საინტერესო ეპიზოდების თვალსაზრისით. მადლობა კიდევ ერთხელ სავკოს და შენს გუნდს იმისთვის, რომ მოგვეცით შესაძლებლობა გაგვიარა თქვენაირ პროფესიონალებთან ერთად TCS საერთაშორისო ხარაჩოს ინსპექტორის კურსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ხშირად ვითანამშრომლებ და გვექნება კოლაბორაციები და დასასრულს ვიმედოვნებ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება ამ კურსით. ამ კურსის შესახებ მე და ჩემი გუნდი არ ყვებით, იმიტომ რომ რაღაცა კომერციული ინტერესი გვაქვს. თავიდანვე პროექტის მიზანი იყო ის, რომ ცნობიერება აგვემაღლებინა საზოგადოებაში, განსაკუთრებით დასაქმებულებში და დღევანდელი შემთხვევაც ზუსტად აღწერს და ეხმაურება იმ მიზანს, რა მიზნითაც დაიწყო ჩვენი გადაცემა. მეტი ცნობიერების ამაღლება და მეტი პრაქტიკული სავარჯიშოები. ძალიან ვიმედოვნებთ თან, რომ ხარაჩოს ამწყობები, განსაკუთრებით ამ ხარაჩოს ამწყობებიც უყურებენ ამ ეპიზოდს და გაითვალისწინებენ იმ შეცდომებს, რის გამოც ჩვენ მოგვიწია დღეს წითელი თაგის განთავსება. მადლობა ლევან, ძალიან დიდი და მადლობა რა თქმა უნდა უსაფრთხო კუთხეს ზუსტად მანამდეც აუღნიშნე, რომ ძალიან კარგ საქმეს ეწევით და ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა. როგორც YouTube-ში, ასევე ზოგადად ცხოვრებაშიც და თქვენნაირი ადამიანები მინდა რომ ქვეყანაში ბევრი გყავდეს, იმიტომ რომ ამ სფეროს ნამდვილად ჭირდება ესეთი პროფესიონალები და ისეთი მიდგომა, როგორც თქვენ უდგებით მაგალითად ყოველდღურად როგორც თქვენ მაყურებელს, ასევე ამ სფეროს და მადლობა ამ ყველაფერთვის. მადლობა. ჩვენ კი შევხვდებით მომავალი ეპიზოდით. გამოიწერეთ ჩვენი YouTube გვერდი, ადევნეთ თვალი ჩვენ სოციალურ პლატფორმებს, ადევნეთ თვალყური სავკოს სოციალურ პლატფორმებს, სადაც უახლოეს დღეებში, ან კვირებში, როცა დაანონსდება ახალი კურსები, დეტალური ინფორმაცია მოგეწოდებათ სარეგისტრაციო ბმულის დახმარებით. ხო, და აქ არ დაგავიწყდეთ. არხის გამოწერა ალბათ აი აქეთ ამ ხარეს ამოხდება, ან აქეთ. აუცილებლად.